ახლა ჩვენს ეთერში რუბრიკის დროა ფსიქოლოგი როგორ ფსიქოლოგები ამბობენ კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, ხო? კომუნიკაცია საკუთარ თავთან, კომუნიკაცია გარშემომყოფებთან და ზოგადად რას მოიცავს ეს ტერმინი. არის ძალიან საინტერესო. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის სტუმარია ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე. ბატონო გუგა, დილომშვიდობის, დავიწყოთ ზოგადი განმარტებით. რას ნიშნავს ეს ტერმინი? კომუნიკაცია. ფსიქოლოგია კომუნიკაციაში ან კომუნიკაციის ფსიქოლოგია, ასე რომ ვთქვათ. ხო, კომუნიკაციის ფსიქოლოგია არის ასე ვთქვათ ქვედარგი ზოგადად ფსიქოლოგიის და საკმაოდ დიდი ნაწილი საინტერესო ნაწილი და ცალკე მიმართულება და პრინციპში მრავალი წელი არსებობს და ძალიან ბევრი თეორიები არსებობს და პრაქტიკული რეკომენდაციები თუ როგორ უნდა იხელმძღვანელოს ადამიანმა და როგორ შეიძლება ეს კომუნიკაციური უნარები გაუმჯობესოს. ჯერ კიდევ აი კარნეგის მიერ იყო წამოყენებული თეორია და რეკომენდაციები თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ ადამიანებს წყალებში გარკვეული ზეგავლენა მოვახდინოთ, გარკვეული კომუნიკაციების თეორიის ცოდნით და რაღაცა პრაქტიკული უნარების გამომუშავებით. ასევე იყო ძალიან საინტერესო, ეს არის ალან პიზი, ანუ ეს არის სხეულის ენა, ანუ ეგრეთ წოდებული body language, ეს მიმართულება, რომელიც ასევე იძლეოდა ინფორმაციას თუ ჩვენ სხეულის ენის ცოდნით როგორ შეიძლება ასევე ეს ცოდნა გამოვიყენოთ კომუნიკაციაში რაღაცა პოზიტიური ზეგავლენებისთვის. ძირითადი ნაწილი მაინც კომუნიკაციაში ითვლება, რომ ეს არის კოგნიტიური ნაწილი და ემოციური პერსეფციის, ანუ აღქმის ნაწილი. და ითვლება, რომ შინაარსობრივი ნაწილი მხოლოდ 10% არის, როდესაც ჩვენ ადამიანთან კომუნიკაცია გვაქვს. ანუ იმაზე თუ რას აღიქვას, როგორ გაწყობაზე, რამდენად გაიგებს ჩვენს მიერ გაცემულ ინფორმაციას, 90% მოდის ემოციურ ნაწილზე და ჩვენ სხეულის ენაზე. ამიტომ როდესაც ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ გარკვეულწილად ზეგავლენა მოვახდინოთ ადამიანზე, ჩვენი ემოციური შინაგანი განწყობები და ჩვენი სხეულის ენა ხშირ შემთხვევაში გაგვყიდის, ასე ვთქვათ, და იმ ადამიანის მიერ მიუხედავად შინაარსისა, მაინც ისე მოხდება აღქმა, როგორც ჩვენ შინაგანად რაღაცას გრძნობთ. ამიტომ ალბათ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რჩევა მაინც არის გულწრფელობა. ანუ ჩვენ თუ გულწრფელად ადამიანის მიმართ ან იმ საკითხვის მიმართ, რომელიც გვინდა რომ ადამიანს აუხსნათ და დავაჯეროთ და გავაგებინოთ, როდესაც ჩვენ თვითონ გვაქვს რწმენა, რომ ეს საკითხი ჩვენ გვჯერა ამას, როდესაც ჩვენ რაღაც საკითხზე საუბრობთ პოზიტიურ კონტექსტში და ჩვენ თვითონ გვაქვს პოზიტიური ემოცია აღნიშნული საკითხის მიმართ ან მოსაუბრის მიმართ, ხო? ანუ ხელოვნურად კი არ ვიღიმით ან რაღაცა ვთქვათ ესეთი დასწავლილი სხეულის ენით ვცდილობთ, არამედ რეალურად ამ ადამიანის მიმართ გვაქვს პოზიტიური კეთილგანწყობა. მაშინ ჩავთვალოთ, რომ ეს კომუნიკაცია შედგა და შედგა ინფორმით. ანუ გასაღები არის გულწრფელობა? დიახ, გასაღები არის გულწრფელობა, თუმცა ის გარკვეული რჩევები, თეორიები, რაღაცა მექანიზმები, რეკომენდაციები ეს ანიშნავს, რომ ის ასე ვთქვათ არაპრაქტიკული, არაგამოყენებადია, უბრალოდ გულწრფელობას დამატებული გარკვეული ცოდნა და უნარები ამ კიდევ უფრო ზრდის, ასე ვთქვათ, მარგიქმედების კოეფიციენტს. ასევე როგორც ფსიქიატრი, მინდა შევეხო, ეს პროფსიქოლოგიის ნაწილია და მე როგორც ფსიქიატრი მინდა შევეხო ადამიანის ემოციურ სტაბილურობას, იმიტომ რომ და ზოგადად პიროვნულ მახასიათებლებს, ანუ ხასიათს, რასაც ვეძახით ჩვენ. იმიტომ რომ ისე კომუნიკაციაში ძალიან მნიშვნელოვანია თუ ადამიანი ხარაქტეროლოგიურად როგორია. ეს უფრო თანდაყოლილი, ასე ვთქვათ, ფენომენია, გენეტიკური და ცხოვრების განმავლობაში გარკვეულ ცვლილებებს განიცდის ჩვენი პიროვნება, მაგრამ არა რადიკალურად, 180% თუ გრადუსით უფრო სწორად ვერ იცვლება ეს. აი მე მაგალითად სულ მაქვს ჩემთან კომუნიკაცია და თქვენი პაციენტი ვარ თუ როგორ არის ჩემი საქმე? პაციენტი არ არის საუბარი, აქ ჯერ პიროვნებაზე ვსაუბრობდი, ანუ ხასიათს, რასაც ვეძახით ჩვენ, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი უფრო ინტროვერტია, ზოგი ექსტრავერტია, გესმით, ზოგს მაგალითად მიმღებლობა სხვა ადამიანის რჩევის და აზრის აქვს უფრო მაღალი, ზოგს მიმღებლობა ეს დაბალი აქვს.
აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რა არის კარგი არც ცუდი. ანუ უფრო ექსტროვერტი ადამიანია კარგი თუ ინტროვერტი არა. უბრალოდ ჩვენი ხასიათის ფარგლებში, ჩვენი პიროვნული მახასიათებლების ფარგლებში შესაბამისად უნდა მოვიქცეთ და მაშინ იქნება ეს კომუნიკაციაც უფრო სწორი. ანუ არ შეიძლება ადამიანმა ეცადოს ძალიანო თავისი ხასიათი და პიროვნება შეცვალოს. პირიქით მისი პიროვნების ფარგლებში, როგორიც არის ის ხასიათით იქ უნდა ეცადოს იმის ფარგლებში რაღაცა დახვეწოს და გაუმჯობესოს. და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი ეს უშუალოდ რაც ფსიქიატრია შეეხება და ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეს არის ანუ ადამიანის ემოციური მდგომარეობა ერთია ხასიათი პიროვნება რაც ვისაუბრეთ და მეორეა ჩვენი ემოციური მდგომარეობა ანუ პირობითად სტაბილურობა ხო ანუ ჩვენი როგორია ჩვენი გუნებგანწყობა რომელიც ცვალებადია სიტუაციურად ან შეიძლება არასიტუაციურად გარკვეული დაავადების ფარგლებში პირობითად დეპრესიის ფოთიაშულობის და ასე შემდეგ იმიტომ რომ გარდა ჩვენი პიროვნებისა, ჩვენი ემოციური მდგომარეობის და ჩვენი ფსიქიკის სტაბილურობა ან მისი არასტაბილურობა ასევე გავლენას ახდენს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის მიმართ კომუნიკაციაზე, ემპათიაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და შეიძლება დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით შეცვალოს იქიდან გამომდინარე თუ რამდენი ხნით და რა ფორმით და რამდენად მკვეთრად არის დარღვეული ჩვენი სტაბილურობა, ფსიქიკის სტაბილურობა. პირობითად რო ავიღოთ მაგალითად ადამიანს რომელიცაც ზოგადად ხასიათით არ ახასიათებს გამღიზიანებლობა, მაგრამ გარკვეული ფსიქიკის დროებითი გარდამავალი ან თუნდაც ქრონიკული პრობლემის გამო დაერღვა და გამღიზიანებლობა მოემატა ბუნებრივია ეს თავის ასახავს პოებს კომუნიკაციას, ხო, იმიტომ რომ ის ემოცია შინაგანი გაღიზიანება დაძაბულობის ნებისმიერ ფორმატში ალბათ ნებისმიერ ადამიანთან საუბარში გარკვეულწილად ახმადი გახდება ჩვენ თანამოსაუბრის მიერ და ამიტომ ის შინაარსი შეიძლება იყოს საკმაოდ რაფინირებული პოზიტიური კარგი მაგრამ ჩვენი დაძაბული ემოციის გამო მისი ახმა სხვა ადამიანის მიერ მოხდეს სხვანაირად ან მაგალითად პირობითად დაქვეითებული გუნებგანწყობის შემთხვევაში ან კლინიკურად უკვე დეპრესიის გამოვლენების შემთხვევაში შეიძლება სურვილი ანუ ხალისი დავკარგოთ ჩვენ რომ რაღაცა საკითხი თუნდაც პოზიტიური მხიარული საკითხი გადმოვცეთ შესაბამისი ემოციით ხო ამიტომ შინაარსი შეიძლება იყოს პოზიტიური მაგრამ მის გამო რომ ამას ჩვენ დეპრესიული გუნებგანწყობით ყვებით ხო თუნდაც პირობითად ანეკდოტს ხო ის ემოცია არ ექნება შესაბამისად ადამიანში შესაბამის ემოციას ღიმს ვერ გამოიწვევს. მაგალითები ძალიან კარგია. კი, უფრო გასაგები ხდება. უფრო გასაგები რო იყოს ჩვენი ფართო ესე იგი მაყურებლისთვის, ესეთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. აი მე დავუშვათ მინდა რომ ჩემმა შვილმა მინდა შვილს აუხსნა რომ უნდა გააკეთოს საშინაო დავალება, უნდა წავიდეს სკოლაში, უნდა ადგეს დილას. მაგრამ ამას ვერ ვახწევ. აი რას ვაკეთებ არასწორად ამ დროს შეგიძლიათ რომ გულწრფელად უნდა თხოვო. აი ძალიან გულწრფელად გულწრფელი თუ იქნები აუცილებლად გააკეთებ სკოლაში. არა, არ შეიძლება. აი მაგალითები ჩვენ მასზე საუბრობთ ხო ეს კი ბატონო, რა თქმა უნდა ეს კომუნიკაციის ნაწილი ჯერ და გავარკვევთ მიზეზი. აი მაგალითად დღეს ახლა აი ამ წუთას სუდი ამინდია და არ უნდა სკოლაში. თუნდაც ეს იმიტომ რომ არიან ადამიანები რომლებიც იგივე ამინდზე ან მაგალითად სეზონზე ყოველ დღე სხვადასხვა რეაგირებენ. მაინც მე ვფიქრობ რომ მიზეზის გარკვევა პირველ რიგში რა თქმა უნდა როდესაც ადამიანს გვინდა რაღაცა რჩევა მივცეთ მithumetes შულს ოჯახის წევრ ძალიან ახლობელ ადამიანს ალბათ პირველი კითხვა არის ის თუ რატო ხდება ეს რატო ეზარება რატო არ უნდა ამის გარკვევა და აქედან გამომდინარე მე რჩევის მიცემა და გასაღების მოძებნა მე უფრო ადვილია იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გვინდა თანამოსაუბრე რაღაცაში დავარწმუნოთ პირველ რიგში უნდა აღიქვას რომ ის რჩევა რომელსაც ჩვენ ვაძლევთ არის მისთვის სასიკეთო მაგრამ მას ასიკეთო არა ჩვენი გადასახედიდან არამედ მისი პოზიციიდან უნდა იყოს მისთვის სასიკეთო კი ანუ იგივეა დავუშვათ აი მინდა რომ დამაწინაურონ სამსახურში ვაკეთებ ყველაფერს მივდივარ დროულად მაგრამ არ მაწინაურებენ უნდა დავუმტკიცო რომ მათთვის არის აუცილებელი რომ მე წამციონ წინ დიახ აი ესე ანუ ადამიანის ყოველთვის გადაწყვეტილებას იყოს მაინც სუბიექტურად მის პოზიციიდან გამომდინარე. ძალიან კიდევაც მე მახსოვს რომ 80-იანი წლების შუა პერიოდში ძალიან ბესტსელერად ითვლებოდა დეილ კარნეგის როგორ მოვიპოვოთ მეგობრები. მე გამოჩნდა უცებ შემოიყარა და ყველამ წავიკითხეთ ვისაც გვაინტერესებდა ეს და ცოტა გაწმილება ხო გამოიწვია არა ძალიან საინტერესო წიგნია მაგრამ ქართველი კაცისთვის
ეგ არის მე მგონი რაღაცა ესეთი ამბავი არა ასე თქვა თქვენ არა, ესე- სუფრაზე უფრო მოისმენ უფრო საინტერესო ამბებს ვიდრე დეილ კარნეგი გვეუბნებოდა ეს არის პაპატიეთ ძალიან უტრირებისათვის საინტერესო თეორია ძალიან და ამ თეორიაში ცუდი არაფერი არ არის, უბრალოდ აქ არის აღსრულების და რეალურ ცხოვრებაში განხორციელების ნაწილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თეორია, ძალიან ბევრი რაღაცას თეორიულ ნაწილში ხსნის, მაგრამ პრაქტიკულად რამდენად სრულფასოვნად შეუძლია და ეფექტურად მის გამოყენებას ეს კიდე სხვა საკითხია. აი ზუსტად მაგამდე მოვდივარ. ისე სხვათა შორის ერთხელ რომ გადავავლოთ კიდე მეგობრებო თვალე ამ დეილ კარნეგის მე წლების შემდეგ ძალიან ცოტა პრიმიტიულად მეჩვენა, მაგრამ მე რაღაცები ძალიან საინტერესოა და სხვათა შორის შენ კითხვაზეც შეიძლება მიიღო საინტერესო პასუხები. ბავშვთან დაკავშირებით. ბავშვთანაც და ყველასთან. დიახ, შენს უფროსებთან დაკავშირებით. შეგვიჯამოთ აი რჩევების სახით რა შეგიძლიათ რომ გითხრათ ამ მიმართულების შესახებ. ხო, მე როგორც ანუ ფსიქიატრმა, რომელიც ჩემი სპეციალობა პასუხისმგებელია ადამიანის ფსიქიკურ სტაბილურობაზე და ჯანმრთელობაზე, შემიძლია ადამიანებს მივჩერჩევა, რომ ჩვენ არასდროს არ შევხვცხვეს ზოგჯერ იმ ჩვენი ფსიქიკის დისბალანსის, გარკვეული პრობლემების, იმიტომ რომ მედიცინა და ჯანმრთელობა ზოგადად სტიგმატიზირებულია, განსაკუთრებით როდესაც ეს ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება, მაგრამ მე მინდა აუხსნა თქვენს ტელემაყურებელს და უთხრა, რომ ფსიქიკის დარღვევა არის ისეთივე ჯანმრთელობის დარღვევა, როგორც შეიძლება ჩვენ გქონდეს თქვათ კუჭის პრობლემა, გულის პრობლემა, ნებისმიერი ორგანოს ან ნებისმიერი სისტემის. ეს არ არის ჩვენი პიროვნების სისუსტე, ანუ ადამიანს რო აქვს ფოთითი პრობლემა, გულმგანწყობის პრობლემა, ძილის დარღვევა და ასე შემდეგ ნებისმიერი აღარ წავალ შორს აღარ ჩამოთვლი, ეს არ არის ჩვენი პიროვნული სისუსტე. პირობითად უგას რო აქვს ფოთვა, არ ნიშნავს, რომ უგას სიხარული არის სუსტი, ან ნებისმიერი ჩვენგანი. ამიტომ ამას უნდა შევხედოთ როგორც შეუულებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, ზოგჯერ დროებითია, ზოგჯერ არ არის დროებითი და აქაც მინდა ვთქვა, რომ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა რო არ არის დროებითი, ეს არ არის ტრაგედია. ჩვენ ბევრი დაავადება ვიცით, პირობითად ავიღოთ შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, უამრავი გასტროენტეროლოგიური თუ ნებისმიერი ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ორგანოს ან სისტემის ქრონიკული დაავადებები, რომელიც დღევანდელი მედიცინის ფარგლებში სრულად მართვადია. ეს არის დაუშვათ ეს. კი, აქ შეიძლება ვერ მოხდეს სრული განკურნება, მაგრამ მართვადია, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორი ჩარევის შემთხვევაში ადამიანი პრაქტიკულად არის ჯანმრთელი, ანუ დახმარებით პრობლემა არის დაძლეული. ამიტომ აი ეს სტიგმასთან ბრძოლა, დესტიგმატიზაცია, პრობლემის სწორად იდენტიფიცირება და სწორი მენეჯმენტი არის ალბათ ამ კონტექსტში ისჩევა, რაც შეიძლება ყველაზე სწორი და კარგი ჩვენს მოსახლეობას მივცეთ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. გუგა სიხარულიძე საუბრობდა, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, ჩვენს ეთერში, კი, ნამდვილად ძალიან საინტერესო თემაზე.